რეპეტიცია დასრულებულია. გაითვალისწინეთ, ტექსტები ისწავლეთ. ახლა კი ჩემი საუზმის დროა. სიმღერა მე მოვიფიქრე გენიოსმა კარაბასმა. ოხ, როგორ დავიღალე მეც. Ei, თქვენ, სალამი, მე ბურატინო ვარ, თქვენ ვინ ხართ? რა? მე პიერო ვარ. მე კი არლეკინი ვარ. სალამი. Ei, შენ, სულ რატომ ჩხუბობ? მე ყველაფერი დავინახე, ეს უსამართლობაა. რას ამბობ? ასეთი სიტყვებისთვის ჩვენი კარაბასი. თხოვთ, შუმათ. მან რომ უცებ გაიგონოს, ყველას მოკვდება მისგან მათრახი. რა? ის თქვენ გცემთ? მაშინ აუცილებლად უნდა გაიქცეთ მისგან. ეს როგორ? ძალიან ადვილად, ფეხებით. გორიულია, ჩვენ მზადა ვართ. აბა, მოусვით აქედან. ეი, შენ ვინ ხარ? მე ბურატინო. ახ, შეხის კუნძო. ეს შენაფუჭებ ჩემს გენიალურ პიესას შენი მხიარულებით? აი, ჩაგაგდებ ახლა ცეცხლში და შევწვავ ჩემთვის წიწილს სადილისთვის. პაპა, ცეცხლში ჩემი ჩაგდება აბსოლუტურად უსარგებლოა. დავითომ რატომ? იმიტომ რომ ზუსტად გუშინ მინდოდა ჩამეყო ჩემი ცხვირი ცეცხლში და მხოლოდ ხვრელი გავაკეთე მასში. რა სისულელეა? მოიცადე? არ მომესმა? შენ ხვრელი გახვიტე ცეცხლის კერაში? სად არის ეს ხვრელი? სად არის ეს დამალული ცეცხლის კერა? მამა კარლოს ქოხში. ის ისეთი ღარიბია, რომ მხოლოდ ტილოზე დახატული კერა აქვს. ოხ, ჩემი საცოდავი მამა კარლო, ის ხომ შეიძლება მოკვდეს შიმშილისა და სიცივისაგან. ესე იგი მოხუცი კარლოს ქოხში არის. მე ამოხსენი საიდუმლო. მან მოხსნა საიდუმლო. აბა, მოусვით აქედან. ბიჭუნა, მოდი ჩემთან. ტუ როგორი ცხვირი გვაქვს. და რას ამბობ შენ? რა ქვია? ბურატინო. მაშასე ბურატინო. სწრაფად გაიქეცი შენ სახლში და უთხარი შენ მამა კარლოს? ხო, უთხარი მამა კარლოს რომ მან არავის აჩვენოს. არა, იჯდეს სახლში და არ მოკვდეს სიცივისგან და შიმშილისგან. ვიდრე მე არ მოვალ. აი ეს კი მას გადაეცი.
1 2 3 4 ეხ, იყოს 5 მონეტა. შენ ყველაფერი გაიგე? 5 ოქროს მონეტა. რა არის აქ გაუგებარი? თქვენ არ შეგეძლოთ ამაზე სანდო ხელისათვის გენდოთ ფული. აბა მე გავიქეცი. ყველაზე ჭკვიანი და გონიერია ბურატინო ჩვენი ხის ბიჭუნა ახალი მაგარი კოსტუმი აცვია ბიჭვეში კი ოქროს მონეტებია Ხის ბიჭუნა ვარ ცელკი, სასაცილოც ხვირით და მალე მამა კარლო იამაღებ ჩემით. ახ ბურატინო მალე არ დარჩება ვინმე ვინც შენით იამაღებს შენი მამა კარლო ავად გახდა ჩუტყვავილით. ბრის ის ისე ავად არის კარლო ხომ სულ მარტო მე ხომ უკვე მივდივარ მასთან. შეხედეთ, რა მომცა ყარაბას ბარაბასმა. ფული პირველ რიგში მე ვუყიდი მამა კარლოს. სულელო რა შეიძლება იყიდო ამ ფულით ეს რა ფულია მე ვიცი როგორ გავამრავლო ეს უმნიშვნელო თანხა დიდ ქონებად მართლა? რა თქმა უნდა აქვე ახლოს არის ერთი დიდებული ადგილი სასწავლო მოქმედი ქვია ზუსტად შენნაირი მინდობი ბიჭებისთვის რაც უნდა დარგო ამ მინდორზე ყველაფერი 1000-ჯერ მრავლდება არა 100,000-ჯერ წახვალ ამ მინდორზე ამოთხრი ორმოს ჩადებ შიგნით ამ მონეტებს სამჯერ გადააფურთხებ არა არ არის საჭირო სამჯერ იტყვი აფჩი ხო აფჩი ხო აფჩი ხო 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 იტყვი კრექს ბექს პექს და დილისთვის გაიზრდება უზარმაზარი ხე ოქროს მონეტებით ფოთლების ნაცვლად ამ ხეების სტოპებზე მონეტები ბრწყინავს და უშრომელად შეგიძლია შენ გამდიდრდე უცე და მამა კარლოს შენ უყიდი ქურთულს რას ჩუმად რატომ ყვირი ბაზილიო მაპატიე ალისა ძალიან გთხოვთ, სასწრაფოდ წამიყვანეთ ამ სასწავლო მინდორზე. არა ძვირფასო ფული ხომ შენია ამიტომ ყველაფერი შენ უნდა გააკეთო თვითონ აქედან შორს არ არის გადაივლე ხიდს შეუხვევ მარცხნივ ცოტას კიდევ გაივლი და ისევ მარცხნივ ჩვენ კი უნდა წავიდეთ დროა ჩვენი წასვლის დროა მე ნამდვილად გენიალური მსახიობი ვარ მაშასე, მარცხნივ, მერე ცოტას გავივლი და ისევ მარცხნივ, მერე კრექს, ბრექს, პექს.
ამასგან ვერ ეღირსები. შენ ვინა ხარ? მე ბურატინო ვარ. მე საცოდავი ვარ. ის საცოდავია. მე სველი ვარ. ის სველია. სულელი ხის ბიჭუნა. დეიდა, თქვენ აქ მლანძღავთ. მე კი ისე მინდოდა. ისე ვოცნებობდი მამა კარლოსათვის ოქროს მონეტებით სავსეხეზე. მათ კი ყველაფერი წამართვეს. აბა, მე რას ვამბობ? როგორც ერთ ძველ სიმღერაში მღერია. სულელთან რად გინდა დანა? 1000 სულელეთ გააბრუე და მერე რაც გინდა იმას გააკეთებს. უი. და ახლა მე რა ვქნა? ახლა ხო მამა კარლო მოკვდება სიცივისა და შიმშილისაგან. არც ფული, არც ქურთუკი. რა უბედურებაა? საცოდავი ბურატინო. საცოდავი მამა კარლო. კარგი დამცველებო. მოცურდი ჩემთან ბურატინო, დაიჭირე. ეს რა არის? ეს ოქროს გასაღებია. ის ვიღაც მსუქა დიდ წვერიან კაცს ჩაუვარდა გუბურაში. ის ამბობდა, რომ ეს გასაღები აღებს ბედნიერების კარს. რას ამბობ და სად არის ეს კარები? ვინც ეძებს, ის ყოველთვის პოულობს. იმედია აუცილებლად იპოვის შენ ბედნიერება, ბურატინო. მას გონია რომ ის მალვინა მოიპარა. ყარაბასმა გასაღები დაკარგა?
შეიძლება ისიც იყოს და შენ საიდან გაქვს? მერი აგიხსნი. ყარაბა შემთხვევით ხომ არ უთქვამს, რომელ კარებს აღებს ეს გასაღები. შეიძლება თქვა კიდეც, მაგრამ მე არ მახსოვს. პიერო, გთხოვ, მიდი, გაიხსენე. ახლავე დაიცადე. მე წავალ იმ მოხუცთან. ჩამოვხელ მისი კედლიდან დახატულ ცეცხლის კერას და საიდუმლო კარებს გასაღების გარეშეც გავტეხ. მაგრამ მანამდე მე მოვძებნი და დავსჭი ქურდპაცაცებს. ამბობ დახატული ცეცხლის კერაო? ცეცხლი დახატული ძველ ტილოზე. ვაშა, მე ვიცი რომელ კარებს აღებს ეს ოქროს გასაღები. აი ისინიც. მთელი ბანდა შეკრებილა ერთად. ჩვენ ხომ ამბობდით, რომ გასაღები ამ პატარა ქურდბაცაცებს აქვთ. ჩაბადით, თქვენ ამ ყარში ხართ. თქვენ ხომ არ გინახავთ? თქვენ არ შეგხვედრიათ ბიჭუნა გრძელი ცხვირი? სადახარ ჩემო ჭკვიანო? გონიერო? სადამეკარგე ჩემო საყვარელო? ისე მარტო ვარ მე, სევდით მუდამ სავსე. გეცებო ჩემო ბურატინო. მამა კარლო, მე ვთხოვ შენ გიქავარ მე, ეს კი ნიშნავს ოჯახი ვართ ჩვენ. მამა კარლო, სასწრაფოდ ჩამოხსენი ტილო დახატული ცეცხლის კერით. რატომ? რისთვის? აი ისიც, სამოყვარი კარი. მეგობრებო, მომყევით. მამა კარლო, ჩქარა. ხო, ახლავე. შეჩერდით, ჩემი კარი. სიმდიდრე! შეხედეთ, ეს ხომ ჩემი ამბანია. ეს კი ასო ანია. ამბანის ამ ლამაზ ფურცლებს ჩვენ ახლა ერთად გავყვებით. სისმე ფრინველის კვალ საშილაღადა ფრინდებით. ის სავსეა სიხარულით, სიკეთით და სიყვარულით. გაგვატარებ ჩვენ ეს წიგნი ქვეყნებსა და